გამარჯობა, შოუ-ბიზნესში მომხდარი სიახლეებით ეთერშია პროგრამა ინფორმატორი და მე როგორც ქართულ, ასევე უცხოურ შოუ-ბიზნესში მომხდარ ცხელ ამბებს გაგაცნობთ. კლუბ სარდაფში ერლო მახლადიანის საღამო შედგა. სარდაფში ქართველმა მწერლებმა და პოეტებმა მოიყარეს თავი. ბატონი ერლომი იხსენებდა თავის ცხოვრებას, საუბრობდნენ მის შემოქმედებაზე და ასე შემდეგ. მოკლედ სარდაფში საკმაოდ სასიამოვნო საღამო გაიმართა. მისი შემოქმედება, მისი ცხოვრება თავისთავად მეტყოლებს მასზე და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს მის საღამო არის აქ და არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ჩემთვის და კითხვის არის საყვარელი ავტორი ბატონი ერლომი, ვის შემოქმედებას იცნობს. არის სრულად განსხვავებული და გამორჩეული მოვლენა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. საბჭოთა პერიოდში მის ბინაში კითხულობდნენ, კვირაობით იკრიბებოდნენ ადამიანები, ბიბლიით დაინტერესებული ადამიანები და კითხულობდნენ მასთან ერთად უბრალოდ ბატონი ერლომის კომენტარებს ისმენდნენ და შემდეგ უკვე სტუდენტობის დროს მისი სტუდენტი ვიყავი და ჩემთვის არის დაუვიწყარი და არაჩვეულებრივი წლები, რაც დაკავშირებულია აი საოცარ ურთიერთობასთან, რომელიც ჰქონდა ბატონ ერლომს და ჩვენი ჯგუფის ყველა წევრს. ვიცი რომ წესით ისეთ ადამიანს, როგორც ბატონი ერლომია, დღევანდელ დღეს, დღევანდელ ამ კომერციალებულ და გაიმას და კარიერისტების და იმების და იმის მედროვეების გნიასში ეგეთი ადამიანი წესით უნდა იჩაგრებოდეს და მოუფრთხილდეთ სანამ დროა, იმიტომ რომ ბატონი ერლომის მოფრთხილება ჩვენი საკუთარი სულის მოფრთხილებაა. ინფორმატორის ერთ-ერთ გამოშვებაში წარმოგიდგინეთ ჯგუფი ვნება, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩრდილში იყო მოქცეული. მაშინ ჯგუფმა კონცერტი ლადო ბურდულის სახლში საკმაოდ ვიწრო წრეში ჩაატარა. ახლა კი ჯგუფმა კლუბ მემფისში გამართა კონცერტი. ამ საღამოს მისია, მოკლედ ცოცხალი მუსიკა, აკუსტიკური მუსიკა შემოგთავაზოთ. ამ ჯგუფის შტოს შემდეგ წარვდგებით ჩვენ თქვენს წინაშე და იმედია გასიამონებთ კარგად. ნახოთ როგორი შთაბეჭდილებები იქნება და იქიდან უკვე ავაწყობთ ალბათ მომავალსაც, რა თქმა უნდა. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა ერთი თვის წინ. მე და გოგა შოშიაშვილი თანამშრომლობდით, უკრავდით ფლამენკოს ესპანურ ნაწარმოებებს. და კარგი ჯგუფი ვნება, რომელიც შემოგთავაზებთ ნებიან სიმღერას და მე წერან მინდა მეუხადო ძიმას დიდი მადლობა, რადგან შტოს ეხმარებოდა ბექებით ძიმა. კიდევ ერთხელ დაში ძიმას ეკუთვნის. ჩვენი პიკი იყო აი ომიანობის დრო რო იყო რა ეს მხედრიონი და ასე შემდეგ. შემდგომ დაიშალა ჯგუფი და ძირითადად განაპირობა ეს პაუზა იმამ რომ ცოცხლად გვინდოდა დაკვრა. გადავწყვიტეთ რომ აი ამ პატარა ლაივ კონცერტით რაღაც ჩვენი პატარა პრეზენტაცია ლაივ კონცერტით გავაკეთოთ. მუშაობთ ალბომზე. ანარჩენი მომავალში.
ქრისტინა იმედაძემ გადაწყვიტა ასტუდიოს სიმღერა ქართულად ეთარგმნა და ჩაეწერა კიდეც. უფრო მეტიც ამ სიმღერაზე ვიდეო კლიპს იღებს, რომლის რეჟისორებიც არიან ბეზო სოლომონაშვილი და ზვიად ალხანაიძე. ესო, ფეხები ჩაას. მაგას მე ამგა ჩემი ეს სიმღერა არის უკვე არსებული ასტუდიოს ერთ-ერთი სიმღერის ახალი ვარიანტი, რომელიც გააკეთა ნინო ჩხიკვაძემ, არის ესეთი კომპოზიტორი. ეს არ არის ერთ-ერთი გადმოღებული, რაღაც მელოდია არის ცოტა შეცვლილი და ნინომ დამეხმარა მის. ეს სიმღერა პირველად მოვისმინე, ერთ ისეთ ადგილას, რომელიც ძალიან კარგად დაამახსოვრდა და ძალიან შემიყვარდა. იმის მერე ბევრ სხვადასხვა ადგილას იყო ჩართული, რომლებიც ამ სიმღერასთან ერთად დამამახსოვრდა. და უბრალოდ ვიცი, რომ ამ სიმღერას რამდენიმე ადამიანი რომ მოусმენს, იმასაც რაღაცები გაახსენდებათ იმათაც. მარტივი იდეა არის, რომ ქრისტინა იმედაძე უნდა იყოს ძალიან მიმზიდველი ამ კლიპში. კი, აქავე, მაგიტოვა. ვცდილობთ, რომ მივიყვანოთ ყველაფერი იქამდე, შევქმნათ რაღაცა ორიგინალური გარემო, განწყობა შევქმნათ ორიგინალური, ისეთი უცხო განწყობა და თვითონ კრისტინას რაღაცა სხვადასხვა სახეები გავაკეთოთ, ისეთი რომელიც ესეთი რა ზოგადად, საერთოდ ზოგადად იგრძნობა რაღაც ესეთი მიმზიდველი სექსოპილური ქალი. იმდენად კარგი რეჟისორები არიან, რომ მე არაფერს გაკეთება არ დამჭირდა, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ნიჭიერი ადამიანები არიან და რაც მომიტანეს უკვე იმდენად როგორ ვთქვა, სრულყოფილი და კარგი იყო, რომ მე არც გამჩენია სრული, რომ რაღაც შემეცვალა და კლიპში ვარ მხოლოდ და მხოლოდ მე. რაც დავხატეთ საბედნიეროდ ვიღებთ იმ შედეგს. დეკორაცია გამოგვივიდა ზუსტად ისეთი, როგორიც გვინდოდა და კრისტინაც იგივე ფორმაშია და ისევ ისეთი ლამაზია, როგორც ყოველთვის იყო. მაკიაჟს მიკეთებს მაკა შავერდაშვილი და აი ხო ხედავ როგორი მაგარი მაკიაჟი მაქვს. მესამე დღე ვიღებ და მე მგონი კიდე 2 დღე დარჩა. ხვალ გვაქვს განსაკუთრებული დღე. ჩვენთვის ერთგვარი ექსპერიმენტი იქნება, ხვალ რასაც გავაკეთებთ და შემდეგ ბოლო დღეს იქნება უკვე ყველაფერი ის რაც მოგჩებათ, კუცუ რაღაცეები უკვე დავამთავრეთ ბოლომდე. როგორც იცით, ახალი წლის ღამეს 31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებებთან ერთად მოეწყო აუქციონი და მისგან შემოსული თანხით ქართული შოუ-ბიზნესის ერთმა ნაწილმა სხვადასხვა ნივთი იყიდა, რომელიც ბორჯომის ბავშვთა სახლს გადასცა. ჩამოგიტანეთ საკვების გარდა ტელევიზორი, დიდი და მუსიკალური ცენტრი.
საახალწლო პროექტში, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც იყო აუქციონი, ცნობილი ადამიანების ნივთები იყიდებოდა. Აი ამ აუქციონზე შემოსული თანხებით, კონკრეტულად აუქციონის ორგანიზატორმაც და მთელი პროექტის ორგანიზატორებმაც გადავწყვიტეთ, რომ დავხმარებოდით აი ამ სახით ბავშვებს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საქმე გაკეთდა. ის რა ფინანსური საშუალებაც მოგვცა აუქციონზე გაყიდულმა ნივთებმა. გამოვიყენეთ და ჩამოუტანეთ ტექნიკაც და ჩამოუტანეთ საკვებით და რა ვიცი, რაც შევძელით, ყველაფერს მოუყარეთ თავი. არ შემიძლია არ ვთქვა ყველა იმ ადამიანის მიმართ ძალიან დიდი მადლობა, ვინც ამ აუქციონის ჩატარებაში დამეხმარა, ასევე ვინც შემოწირა ნივთი ყველა იმ ცნობილ ადამიანს. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ და ამ ბავშვების ბედნიერ თვალებს რო უყურებ, მე კიდევ ერთხელ წმუნდები და მიჩნდება სურვილი, რომ ალბათ ყველა ადამიანმა თუ კი ვინმეს აქვს იმის საშუალება, რომ მათთვის რაღაც თუნდაც მცირეოდენი თანხა გაიმეტოს, მე მგონი ღირს მათი ბედნიერი თვალების დასანახად ამის გაკეთება. ქართული შოუ ბიზნესის პატარა წარმომადგენელი საუბარია სალომე გასვიანზე დიდი გეგმებით დიდ შოუ ბიზნესში იკაფავს გზას. როგორც გახსოვთ, ჯერ კიდევ შარშან ის ამერიკიდან 6 ახალი ვიდეოკლიპით და სიმღერით დაბრუნდა. ინფორმატორიდან ისიც გემახსოვრებათ, რომ ის ამჯერადაც ამერიკაში იმყოფება და ლოს-ანჯელესის სამსახიობო ოსტატობის კერძო სკოლაში სწავლობს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი სალომეს ამერიკელმა პროდიუსერმა მაკნამარამ, რომელიც ახლა სწორედ იმ სტუდიაში მუშაობს, რომელშიც თავის დროზე ლეგენდარული ჩარლი ჩაპლინი მუშაობდა, სალომეს ვიდეოკლიპების DVD ჩანაწერები გაუგზავნა თითქმის ყველა ცნობილ პროდიუსერს. და ამას იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ მაკნამარა უახლოეს დღეებში სალომეს უკეთ გაცნობის მიზნით გეგმავს გამართოს გრანდიოზული შოუ კონცერტი, სადაც სალომე რა თქმა უნდა ცოცხლად შეასრულებს თავის სიმღერებს. როგორც გავიგეთ, ინტერესი სალომეს მიმართ იმდენად დიდია, რომ აღიარება და წარმატება გარანტირებული აქვს. ჩვენ რა თქმა უნდა ვუსურვებთ სალომეს წინსვლას შემოქმედებაში და მოუთმენლად ველით მისგან სიახლეებს. წიგნის სახლში ორი ახალი წიგნის პრეზენტაცია მოეწყო. ესენია რომაელი პოეტის კატულოსის 33 ლექსი, რომელიც ქართულად მანანა ღარიბაშვილმა თარგმნა და პენელოპეს ანტიკური სამყაროს ქალთა პორტრეტები, რომლებიც ასევე ნანა ტონიამ და ქეთევა ნადარეიშვილმა თარგმნეს. ოცდათამეტ ლექსი ესე ქვია, შევარჩიე ყველაზე უფრო ლირიკული ლექსები რომაელი პოეტის გაიუს ვალერიუს კატულუსის თარგმანი ლათინურიდან, რომელსაც მე ვაკეთებდი ძალიან დიდი ხნის მანძილზე. მეორე წიგნი არის ანტიკური სამყაროს ქალთა პორტრეტები. ეს წიგნი შედგება რამოდენიმე ნაწილისაგან. არის ერთი ნაწილი არის პოეტი ქალები ანტიკურობის საფოდან დაწყებული, ძალიან ცნობილი ქალები. მეორე ნაწილი არის ქალები საზოგადო სარბიელზე, სადაც ალექსანდრე მაკედონელის დედით დაწყებული, დამთავრებული რომის უკანასკნელი იმპერატრისამდე ყველა სახეებია. მესამე ნაწილი არის ქალები, რომლებიც უყვარდათ. ეს არის ცოტა ლირიული ნაწილი, მაგრამ მკითხველთვის საინტერესო და დამაინტრიგებელი. არ არსებობდა საქართველოში ესეთი წიგნი და ჩვენ გვინდოდა რომ ყოველმხრივ ყოფილიყო ქალის პოტენციალი წარმოჩენილი, როგორც შემოქმედებითი, ისე პოლიტიკური. ხშირად მისვამენ კითხვას, განსხვავდებიან თუ არა ანტიკური სამყაროს ქალები თანამედროვე ქალებისაგან. არ განსხვავდებიან. ისინი ზუსტად ისევე ფიქრობდნენ, ისევე აზროვნებდნენ, ისევე უყვარდათ იმ ქალებს, როგორც თანამედროვე ქალებს. ზუსტად ისევე იბრძოდნენ უფლებებისათვის, როგორც თანამედროვე სამყაროში. ასე რომ ეს წიგნი მე მგონი დააინტერესებს ქართულ მკითხველს ძალიან.